ახლა ჩვენ ვნახავთ, როგორ გამოვიყენოთ Google Drive-ი და დავიწყებთ საფუძვლებით, ნაბიჯ ვნახავთ ყველა ფუნქციას და როგორ უნდა შევიდეთ, ისი აკეთება შეიძლება. მაგრამ სანამ გადავალთ ამ საკითხებზე, მინდა შესავალი გავაკეთო. ანუ ზოგადად რა გვექნება საუბარი ამ ვიდეოში და შემდეგ ვიდეოებში ამ სერიის. ჩვენ ვნახავთ Google Drive-ის გამოყენება მასწავლებელს და ვიდეო ლექტორს როგორ შეუძლია რომ გაიადვილოს სამუშაო პროცესი და სხვადასხვა ფუნქციებით ამ Google Drive-ის სასწავლო პროცესი, სწავლების პროცესი უფრო საინტერესო და მარტივი როგორ გახადოს. იგივე ვთქვათ Google Drive-ის გამოყენება უკვე იცით და თქვენ ცოტა საინტერესო იყოს ჩვენ შემდეგ ვიდეოებში შორეულ მე-6 ან მე-7 ვიდეოში ვნახავთ დამატებით აპლიკაციებს, როგორც არის მაგალითად ეს Doctopus-ი. ამ აპლიკაციით შეგიძლიათ მთელი კლასის დოკუმენტების ორგანიზება გაუკეთოთ და ხმარტივად და სწრაფად იმუშაოთ Google Drive-ის გამოყენებით. ასევე Google-ს აქვს ის საინტერესო, რომ აქვს სხვა აპლიკაციებიც, სპეციალურად სკოლებისთვის და სასწავლებლებისთვის ზოგადად. ეს არის Google-ის აპლიკაციები განათლებისთვის, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია, არის უფასო. დავით რეგისტრაციას და სხვადასხვა პროგრამის, სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენება შეძლებთ. ერთ-ერთი ესეთი აპლიკაცია არის Google Classroom, არის სასწავლო პროცესის მართვისთვის. ეს ინგლისურად ეძახიან LMS, Learning Management System, ამ კატეგორიის პროგრამა არის. და ვინც Google Drive-ი გვეცით, შეგიძლიათ ნახოთ ეს სხვა პროგრამებიც. ჩვენ მაგ პროგრამებს განვიხილავთ მოგვიანებით, შემდეგ ვიდეოებში, ალბათ მე-7 ვიდეოში ნახოთ როგორ წავა და ჯერჯერობით ნახოთ როგორ გამოვიყენოთ Google Drive-ი და კარგად გავარკვიოთ საფუძვლებში, ხო? ესაც შეეხებოდა შესავალს. Drive-ზე რო შევიდეთ, უნდა გქონდეს Google-ის ანგარიში. შევდივართ, თქვა თუ გაქვთ უკვე ანგარიში შედიხართ, თუ არ გაქვთ, აქედან ანგარიში შექმნა. შედიხართ აქ. და აქ დეტალური ინსტრუქცია არის, როგორ უნდა შექმნათ ანგარიში, ამაზე არ შევჩერდები აქ. ამას გააკეთეთ, მაგრამ მე რაჭერთ relax შესვლა და შედიხართ თქვენს ანგარიშზე. შევიდეთ Google Drive-ზე. მე შევიდი აპლიკაციიდან, თქვენ შეგიძლიათ მის მისამართი ჩაწეროთ და ესე შეხვიდეთ. კი ბატონო, რისთვის არის Google Drive? პირველი რაც უნდა აღინიშნოს, რომ Google Drive-ზე თქვენ შეგიძლიათ online შეინახოთ თქვენი ფაილები. თავიდან გეძლებათ 15 გიგაბაიტი, აქ შეგიძლიათ ნახოთ უფრო დეტალურად, უფასო 15 გიგაბაიტი. შეგიძლიათ გადაიხადოთ და მეტიც შეიძინოთ. და აქ ფაილების ატვირთვით, ფაილებს ვატვირთავთ სხვადასხვა დოკუმენტებს, და ნებისმიერი კომპიუტერიდან რო შეხოთ თქვენს ანგარიშზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჩამოტვირთოთ თუ სხვა. ამ ვიდეოში ვნახავთ როგორ შეიძლება ატვირთოთ დოკუმენტების, სხვადასხვა ფაილების და საქალებების შექმნა როგორ არის, მაგრამ მანამდე მინდა კიდევ ერთი ტექნიკური საკითხი რო გავარკვიოთ, როგორ გადავიტანოთ ქართულ ენაზე Google Drive-ი. ამისთვის შედიხართ აქ, აჭერთ ამ ჯამჯიგს, მე პარამეტრებში და აქ სხვა ენაზე რაც იქნება დაწერილი, აჭერთ ენის პარამეტრის შეცვლა და პირველივე პუნქტს ურჩევთ და აქედან უნდა მოვწეროთ ქართული ენა, გააჭერთ ქართულ ენას, მომიშნავთ და იქნება ქართულ ენაზე. უნდა აღინიშნოს, რომ Google Drive-ის ყველა ფუნქცია არ არის თარგმნილი ქართულ ენაზე, ამიტომ ალტერნატიული ენა უნდა მივიქითოთ, სასურველი ინგლისური. ან რომელიმე სხვა, რომელზეც მთლიანი Drive-ის ყველა ფუნქცია არის თარგმნილი, რათა დანარჩენი ფუნქციების გამოყენებაც შეძლოთ. კიდევ ერთი ნიუანსი, ჩვენ ახლა ვუყურებთ Google Drive-ის ახალ ინტერფეისს და ძველზე რო გადავიდეთ, ხო? იქ არის ესეთი პრობლემა, რომ ქართული ენის შერჩევა იქიდან არ არის ფაქტიურად, ან ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ აჩვენებს. ეს არის თქვა რომ შევალის ამ ჯამჯიგში, ხო? პარამეტრებში, settings. და აქ language ენის შესწორა რომ მინდა, აქ რო გავხსნე, ქართულ ენას არ აჩვენებს. ქართულ ენას არ აჩვენებს. რატო არ ვიცი, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, შეგიძლიათ თქვა თუ შეხვედრით Drive-ზე და ესეთ ძველ ვარიანტს გიჩვენებთ Drive-ის, შედიხართ აჭერთ აქ, მერე
experience the new drive. ანუ ახალი ინტერფეისი რო გიჩვენოთ. და აქედან უკვე შეგიძლიათ შეხვდეთ პარამეტრებში და როგორც ნახეთ, შეარჩიოთ ქართული ენა. ეხლა ნახოთ როგორ ავტვირთოთ სხვადასხვა დოკუმენტი. აჭერთ ფლაგს ახალი და აჭერთ ფაილის ადრესი. მონიშნავთ, ან შეგვიძლია რამდენიმე მონიშნოთ. აჭერთ opens და იწყებს ატვირთვას. როცა დიდი ფაილია, რაღაც დროს შეიძლება რომ ატვირთვას. ეხლა ეს ფაილები ესე იკეთება drive-ში და შეგვიძლია დავალაგოთ ეს სხვადასხვა საქაღალდოებში. აჭერთ ფლაგს ახალი, საქაღალდოს შექმნა, რაც სახელი მოვიკითხოთ. და შემდეგ შეგვიძლია ეს ფაილები ჩაყაროთ იმ საქაღალდოში. მონიშნავთ ფაილებს დააჭერთ და ესე მარტივად შეგვიძლია ჩაარჩიოთ ამ საქაღალდოში ან სხვა გზით შეგვიძლია მონიშნოთ და მარჯვენა წირთადაც გაკუნებთ აჭერთ ფლაგს გადატანა სურათი. ან შეგვიძლია ახალი პოპა შექმნით და იქ ჩააგდოთ. ნაწილი აქ გვაქვს. ნაწილი აქ. ეხლა სადაც ნებისმიერ კომპიუტერიდან შეხვალთ, შეძლებთ თქვენი ატვირთული დოკუმენტები და ფაილები ნახოთ. ამ ვიდეოს ამით დავამთავრებთ, შემდეგ ვიდეოში გვექნება საუბარი თვითონ Google Drive-ის სხვა ფუნქციებზე, მაგალითად როგორ შექმნათ Google დოკუმენტები და ნახავთ როგორ შეიძლება ამ ატვირთული ფაილების და იგივე საქაღალდოების სხვისთვის გაზიარება, რომ მათაც შეეძლოთ ნახვა, რედაქტირება თუ სხვა ფუნქციები, ხო? კარგით, ეს იყო სულ დღეს, მადლობა ყურადღებისთვის.